უმძიმესი ვითარება უკრაინაში, უკრაინა იმყოფება ომის ქარცეცხლში. საომარი ვითარებები გრძელდება, მოქმედებები გრძელდება, როგორც ჩვენ ვიცით, 100,000-ობით ადამიანი ტოვებს უკრაინის დედაქალაქს. მიდის სამშვიდობო პროცესისთვის საჭირო მოლაპარაკებები, თუმცა ჯერჯერობით მშვიდობა არ ჩანს უკრაინაში და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმ პოლიტიკის აბსოლუტურ მართებულობას, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ განახორციელა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, მაშინ, როდესაც საქართველო არ ჩაერთო იმ რთულ და ტურბულენტურ პროცესებში, რომლისკენაც უბიძგებდნენ მას როგორც მაშინდელი ყოფილი შეერთებული შტატების ხელისუფლება, ევრობიუროკრატია, უკრაინელი მაღალჩინოსნები და ქართველი რადიკალები, ვისთვისაც არაფერს წარმოადგენდა ბომბების წვიმა, ოღონდ კი საკუთარი ინტერესები განეხორციელებინა. დღეს დააკვირდნენ, რა სამწუხარო რეალობა დგას კიევში, რა უბედურებაშია უკრაინელი ხალხი და როგორ გადავჩით ჩვენ აი ამ ურთულეს ვითარებას, სწორედ იმის დამსახურებით, რომ ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკა არჩია ყველა იმ ბიძგს, რომელსაც ის იღებდა და კიჟინს, რომელსაც ის იღებდა როგორც გარე, ასევე შიდა რადიკალი ავტორებისგან. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაზე უნდა ვკითხოთ, თქვენ ახსენეთ ქართული ხალხის ინტერესების გათვალისწინება და ერთ-ერთი იყო ჩინეთთან ურთიერთობა, რაზეც ყავს მაგისტრალ კრიტიკა ახლა ხედავთ, რომ მათაც აქვს სურვილი ინვესტიციების განხორციელების ჩინეთთან, ნახსნებოდ საქმე საფრანგეთს ჩვენ არ გაგვაჩნია იმის ფუფუნება პატარა საქართველოს, რომ აი ამ ტურბულენტურ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი მსოფლიოში, ვიყოთ რაღაც ასეთი მიმხრობილი ცალსახა მხარე. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პირიქით ვიყოთ ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი და ამ გზაზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორული სტრატეგიული ურთიერთობა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებთან, ისეთი როგორც არის ჩინეთი. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა არის საკმაოდ მაღალ ნიშნულზე და ამის შესახებ ჩინეთის ელჩიმაც ისაუბრა ცოტა ხნის წინ, თუმცა ჩვენ გვახსოვს თუ როგორი შეტევა განახორციელეს რადიკალებმა საქართველოს ხელისუფლებაზე, მაშინ როდესაც ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებდით, თითქოს ეს იყო რაღაც ღირებულებების აცდენა, იმ გზის გადახვევა, რომელსაც საქართველო ახორციელებს და მაგალითად მოყავდათ აი ევროკავშირი, შეერთებული შტატები, დღეს ვხედავთ, რომ როგორც ევროკავშირში, ასევე შეერთებულ შტატებში არის ძალიან დიდი სურვილი და მზაობა იმის, რომ ჩინეთთან გქონდეთ ახლო სტრატეგიული ურთიერთობა, ინვესტიციების გაცვლა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ ქართული ოცნება რადიკალებს და უცხო ავტორებს გამოყავდათ რაღაც დემოკრატიული ღირებულებებისგან აცდენის გზაზე მდგომ ხელისუფლებად. ეს არის ის ორმაგი სტანდარტი და თვალთმაქცობა, რომელიც ჩვენ აქამდეც ხშირად მოგვისმენია და დღეს არის პირდაპირ დასტური საფრანგეთის სურვილი ჩინეთთან ახლო ურთიერთობის, ახლო პარტნიორული და საინვესტიციო ურთიერთობის დამყარებისა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართული სახელმწიფოს, ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის მართებულობას. პრემიერის ინიციატივაზე ვიკითხოთ ფასების რეგულირების კონტექსტში, როდესაც საკოორდინაციო კომისია შეკრებილია და სუსტ ფასების გარდა ემატება საწოლო მედიკამენტების, აი ეს რამდენად მნიშვნელოვანი სიახლეა და უკვე თქვენი ნაწილი საპარლამენტო მუშაობის ნაწილი კომისიას და პარლამენტის როლს პრემიერი ასრულებს იმ დანაპირებს, რაც მან გაცდა საზოგადოების წინაშე, შეიქმნა შესაბამისი სამთავრობო კომისია, რომელიც ფასების რეგულირების თვალსაზრისით იმუშავებს, აქ არ არის მხოლოდ პროდუქტებზე არსებულ ფასთა, ასე ვთქვათ, გადამოწმების თვალსაზრისით, აქ არის საწვავი, აქ არის სხვა ფასები, ბუნებრივია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ის სტანდარტი ფასდადგენის, რაც შესაბამისად არ და ვერ დააწვევა ჩვენს საზოგადოებას
საზოგადოებას, ჩვენს ერს მძიმე ტვირთად, ბუნებრივია ის ზედმეტად წარმოქმნილი და არალოგიკური ფასნამატი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გააზრებული, გაანალიზებული და შესაბამისი ინსტიტუტების და ინსტრუმენტების გამოყენებით ბუნებრივია რომ ფასებმა უნდა მიაღწიონ, დაიწიოს ფასი იმ ზღვარამდე, რაც არის ლოგიკური, ბუნებრივი და არ უნდა იყოს ესეთი აცდენა და სხვაობა, რაც მაგალითად საფრანგეთსა და საქართველოს სუპერმარკეტებს შორის არსებობს, იგივე ეხება, რა თქმა უნდა, საწვავის და სხვა ფასებს, რომლის გადამოწმების მნიშვნელოვანი ვალდებულებას აიღო სამთავრობო კომისიამ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ პარლამენტში დროებითი კომისია შეიქმნება, დროებითი კომისია ანალოგიურ საკითხზე შესაბამის მოკვლევას განახორციელებს, იქნებიან გამოკითხული ის ადამიანები, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან იმ ფასნამატზე, რომელიც არაბუნებრივად მაღალ ზღვარზეა ასული. აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარ გამოძიებას აწარმოებს, ისე რომ ყველაფერი კეთდება და გაკეთდება იმისთვის, რომ სოციალური თვალსაზრისით ჩვენი ხელისუფლება მხარში დაუდგეს ჩვენ საზოგადოებას და მიაღწიოს იმ ეკონომიკურ მოცემულობას, რომ ფასები არ დააწვეს, ეს არალოგიკურად გაზრდილი ფასები არ დააწვეს ჩვენს საზოგადოებას მძიმე ტვირთად. მარტივი პასუხია ამ კითხვაზე, იმ რადიკალ ოპოზიციონერებს არაფერი არ მოწონთ კარგი რაც ხდება საქართველოში. ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ჩვენ მათზე ვამბობთ, რომ ისინი უსამშობლოები არიან და საკუთარი ქვეყანა არ უყვარდათ ზუსტ, მათ შორის სწორედ ამასაც გულისხმობთ, არ არსებობს მიმართულება, რომელიც სადაც ხელისუფლება ნაბიჯს გადადგავს და ეს მიმართულება მოეწონოს რადიკალურ ოპოზიციას, როგორც კარგი, თვალსაჩინოდ პოზიტიური არ უნდა იყოს ის ჩვენი საზოგადოებისთვის. მათთვის ერთადერთი პოზიტიური მოცემულობა არის ის, როდესაც რევანშისტები და აგენტურა დაბრუნდება ხელისუფლებაში, სხვა ყველა გარემოება მათთვის არის მიუღებელი. თუნდაც ჩვენი საზოგადოების ჯიბეზე და მათ ფინანსურ შესაძლებლობებზე რაიმე ფორმით მძიმე დაწვებოდეს ის არალოგიკური ფასები, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში. ბატონო დავით, მინდა გითხრათ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. სალომე გურაბიშვილი ამბობს, რომ მქონდა სრული რა შეცდომა მეტი ეთნიკურად ქართველისთვის მიმენიჭებინა და მიმეცა საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ქართულ ოცნებას არ ჰქონდა პოლიტიკური ნება, რომ ქართველისთვის მიმენიჭების საშუალება და ახლა მე მემაბრალებია, რომ აი გურაბიშვილი არ გასცემს მოქალაქეობას და ჩვენ გაშუაში ვართ. ჩვენ მათ შორის ჩავწერეთ და ვესაუბრეთ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებსაც აქვს ძალიან ისურვილი მოქალაქეობის მინიჭების და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ფიქრდება იმისგან, რომ ქართულ ოცნებას გონია, რომ ეს ხალხი მათ წინააღმდეგ მისცემს არჩევნებს ეხმას და ამიტომაც არ აწყობს და არ უნდათ, რომ ბევრი ეთნიკურად ქართველს კონდიცია. სალომე ზურაბიშვილი იყო და არის აცდენილი საერთოდ ლოგიკას, კონსტიტუციასთან რომ ამ ხალხს არ ներკავშირი არა აქვს, ბუნებრივია იმ მომენტის შემდგომ განსაკუთრებით როდესაც მან და ის აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, დღეს ამ მოცემულობაში საერთოდ არის საკანონმდებლო ლოგიკასაც აცდენილი, მოქალაქეობის მინიჭება არის პრეზიდენტის პრეროგატივა და როდესაც მის მიერ არ შემდგარი წარმატებული საპრეზიდენტო კარიერა მას სურს ქართულ ოცნებას გადააბრალოს, როდესაც მისი ქმედებები, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამართლებას ცდილობს ის რაღაცა გადაბრალებით, აქაც კიდე კარგად პასუხი გაეცემა ყველა იმ კითხვას, რომ არც კანონი იცის სამწუხაროდ ამ ქალბატონმა, კონსტიტუცია ხო არ იცის და არ იცის და ესე რაღაცა თითიდან გამოწვეული არგუმენტებით ცდილობს საკუთარი თავის გამართლებას, საზოგადოებამ ყველაფერი იცის კარგად. კარგად იცის ზურაბიშვილის როლიც, ის კარგად ესმის ქართულმა ოცნებამ რა უბედურებისგან იხსნა ჩვენი ქვეყანა იმ პოლიტიკით, რომელსაც ის აწარმოებს და აქ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხია გაცემა. და კიდევ ერთი ქართული ოცნების 87 დეპუტატიდან 21 არის მილიონერი, ბიზნესმენი ან ბიზნესთან კავშირში მყოფი ადამიანები. თქვენ დაინტერესებული ხართ თუ არა სახელმწიფოსგან გასაგებელ სიმდაბლეს ადამიანები, მაგალითად ჩიბუგიძე 22 კომპანიის მეწილი არის და მილიონური ლარს იღებენ, ტენდერებში იმარჯვებენ, თანაც გამარტივებული შესყიდვებით იგებენ ამ ტენდერებში. ეს გამარტივებული შესყიდვები, ბატონო დავით, შემდგომითობა არის თუ პრივილეგია არის, რომ დეპუტატს ესე გამარტივებულად
შეისყიდოს, მილიონობით ლარი მოიგოს და შემდეგ პარტიას წირავენ შეუძლებს. რადიკალების პროპაგანდისტები ტყუილებს და პროვოკაციებს არ ეშვებიან. კიდევ ერთი დასტური, სწორედ ამ კითხვის შინაარსს შეგვიძლია მოვიყვანოთ, ის რომ საზოგადოება წარმატებულ ადამიანებს ირჩევს თავის წარმომადგენლებად საქართველოს პარლამენტში, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. დანარჩენი ბუნებრივია ყველაფერი არის სპეკულაცია. ამ სპეკულაციაზე ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც თქვენ მოისმენთ. წარმატებული ადამიანები, როგორც თქვენ უწოდებთ, გამარტივებული შესყიდვებით მილიონობით ლარს იღებენ, ბიუჯეტიდან იღებენ მილიონობით ლარს და დიდრდებიან და შემდეგ პარტიას წირავენ ამ ხალხებს. კარგად მოგეხსენებათ, პრემიერის პირველივე განცხადება მთავრობის საქმიანობის სრული გამჭვირვალეობის შესახებ, ყველა გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ მიღებული ამასობრივი ხელისუფლება გულისხმობ ამ წუთას არის საჯარო, ასე რომ ამ საჯარო გადაწყვეტილებებთან მიმართებით თუ იმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია, ჩვენს ქვეყანაში არის სასამართლო სისტემა, მაღალი გამჭვირვალეობით და შეუძლია მას მიმართოს. დანარჩენი არის ყველაფერი, რა თქმა უნდა სპეკულაცია, რა თქმა უნდა ტყუილი და ამაზე მეტი პასუხი ნამდვილად არ არის საჭირო. BBC-სთან დაკავშირებით ვკითხავთ, თქვენ მიმართეთ BBC-ს შიდა მარეგულირებელს, თუმცა შეგეძლოთ პირდაპირ სასამართლოში დაგეწყოთ და თუ დასამალი არაფერი მქონდათ და რამე ისეთი არ გამოგიტენებიათ, რაც პრობლემას წარმოადგენს, რატომ პირდაპირ სასამართლოს? მეტი კვალიფიციურობისკენ ისევ მოგიწოდებთ თქვენ იმ თვალსაზრისით, რომ კარგად გაერკვეთ დიდ ბრიტანეთში არსებულ წესებს, თუ როგორ ხდება იქ სასარჩელო წარმოების წარმართვა და რა ფორმით ხდება, როდესაც თავდაპირველად არ მიმართავ მაუწყებელს, შემდგომ მარეგულირებელ კომისიას, ვერ მიმართავ სასამართლოს. ამიტომ ეს გზა ბუნებრივი არის გასავლელი, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ თვითონ BBC-მ გაიაზროს ის ტყუილების კასკადი, თითიდან გამოწვეული პროვოკაცია, რაც სამწუხაროდ მათ მოუწყეს ქართველ ხალხს და მოიხადოს ბოდიში, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ყველა ის ეტაპი იქნება გავლილი, რომელიც თავის დროზე იქნა დაანონსებული, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემაც ძალიან დაწვრილებით ისაუბრა. და ბრიტანეთის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ვიკითხავთ სტივენ დაუთին გააკეთა განცხადება, რომ შემაშფოთებელია საქართველოს არსებული მდგომარეობა, დემოკრატიის პრობლემა არის საქართველოში და მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირში ჩემს პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ შემთხვევით ნაბიჯებზე და აქ სავარაუდოდ საუბარი არის სანქციებზე. თუ რეპრესიული კანონები არ იქნება გაწეული, თუ დემოკრატიის ხარისხი არ გამოუწესდება ქვეყანაში, მაშინ შესაძლებელია თვითონ ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ქვეყანას ახალი სანქციები დაუწყოს. კარგი იქნება თუ ეს ბატონი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია, ხო, თუ არ ვცდები? არის, ნამდვილად ხო არ ვცდებით? კი ბატონო, ამ ბატონმა კარგად მოусმინოს მისივე ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელიც დიდ ბრიტანეთში არსებული დემოკრატიის მგრევაზე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე და იმ ღირებულებების ფეხქვეშ გათელაზე საუბრობს, რომლის თაობაზეც ჩვენ შეგვიძლია ძალიან ამაყად ვთქვათ, რომ საქართველოში არც ერთი ამ ღირებულების თვალსაზრისით არ არის უკან გადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროდ, რასაც ვერ ვიტყვით დიდ ბრიტანეთს და თუ კიდევ უჯერებთ ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და სამწუხაროდ, რასაც ვერ ვიტყვით ევროკავშირზე, რომელიც მუდმივად კრიტიკის ქარცელშია, განსაკუთრებით მისი ჩრდილო ამერიკელი პარტნიორისგან და მეგობრისგან. შეჯიბრის მიღებას არ აპირებ. სანქციების შიში არ აქვს. პასუხ მოისმინეთ, ეს არის პასუხი. დიახ. მე ახლა გითხრათ სახალხო დამცველზე, სახალხო დამცველმა აქციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, მისთვის მიღებელია სახის დაფარვა, ბლანკეტურად პირდაპირ ციხეზე გაშვება ადამიანების ჯარიმების ოდენობა და სხვა საკითხები, რა პერსპექტივა აქვს ამ სარჩელს, თქვენას პასუხობთ და გადახედვა იგეგმება თუ არა ამოწევის პარლამენტში ამ კანონმდებლობას. საკანონმდებლო დანაწესები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, არის მკაფიოდ დასაბუთებული, ყველას გააჩნია თავისი მკაფიო არგუმენტი, რომელიც იზიარებს ასევე საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და ეს ყველაფერი, ეს საკანონმდებლო სივრცე არის ჩვენი საზოგადოების და ჩვენ სახელმწიფოს დასაცავად შექმნილი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება განხილვაში ეს კონკრეტული სარჩელი და სწორედ არგუმენტებზე დაყრდნობით ვარაუდობთ მიიღებს ის, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას, დავალოდოთ გადაწყვეტილებას და ბუნებრივია შემდგომი რეაგირება
იქნება, პარლამენტს ისე ექნება. ჩვენ ვიცით ზუსტად ერთი რამ, ყველა ის საკანონმდებლო დანაწესი, პირველი შეესაბამება მაღალ დემოკრატიულობის სტანდარტს, მეორე არის საზოგადოების დაცვისთვის განკუთვნილი და მესამე იზიარებს დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკას. Დაანჩენი ბუნებრივია სასამართლოს განხილვის საკითხია და მის შედეგიდან გამომდინარე გვექნება კიდევ პასუხი. თქვენ აღარ გაქვთ კითხვები? ვერ იყო დემოკრატიის სტანდარტებში ადამიანის უფლებების დაცვაში თუ ესეთი დასაბუთებული და ესეთი უნაკლო არის ეს კანონპროექტი და ესე დემოკრატიის სტანდარტებში ჩდება, რატომ გაუჭირდა ლევან მისერიას ამის დანახვა და რატომ გადაწყვიტა რომ არ არის ესე? სასამართლოც არის სწორედ მაგისთვის შექმნილი განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლო, რომ საკანონმდებლო დანაწესებთან დაკავშირებით იმ პირთა სარჩელე, ვისაც ხელეწიფება კანონმდებლობიდან გამომდინარე მას მიმართოს განიხილოს. ახლა საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, მისგან არ მინდათ ჩემი პასუხისმოსმენა ამაში დამასრულებინეთ. იმისთვის არსებობს სასამართლო, რომ იქნება ეს სახალხო დამცველი, რომელსაც თავის შეხედულება გააჩნია, იქნებიან კონკრეტული ფიზიკური პირები და ასე შემდეგ, იმ საკონსტიტუციო ჩარჩოში, რომლის მოქმედების საშუალებასაც იძლევა ჩვენი კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიიღოს გადაწყვეტილება. დაანჩენი ახლა ვერც მე, ვერც თქვენ და ვერავინ, ვერც სახალხო დამცველი ვერ შევა სასამართლოს კომპეტენციაში ის მიიღებს გადაწყვეტილებას. ორ კითხვას გადისვამთ კიდევ. ერთი შეხედვა ოპოზიციის გეგმებს კიდევ ავაპარაკდნენ გაერთიანების იდეაზე, პარტიის ფორმატში და ასევე სალომე ზურაბიშვილის ჩართულობაზე. აქვს თუ არა გაერთიანების პერსპექტივა და სალომე ზურაბიშვილს რა როლი აქვს ოპოზიციის გაერთიანების ნაწილში? ბატონო, 0-ის 0-თან გაერთიანება იწვევს შედეგს და ეს შედეგი არის 0. მაშინ, როდესაც რადიკალებს არნაირი მხარდაჭერა და რეიტინგი არ გააჩნიათ საზოგადოებაში, მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 0-ს ქვემოთ დასული რეიტინგით არის დღესდღეობით წარმოდგენილი და არც გუშინ და გუშინ წინ გამოირჩეოდა ეს ქალი მაღალი რეიტინგით, აი ამ ფონზე რადიკალების გაერთიანება, როგორც წარმოგიდგენიათ, რომ რაიმე სახით იყოს მათთვის შედეგის მომტანი, ბუნებრივია, ეს ყველაფერი იქნება კიდევ ერთი ფარატინა ქაღალდი, კიდევ ერთი რაღაც ილუზია, რომელსაც ისინი მათ ძალიან მცირე რაოდენობის ხარდამჭერებისთვის და მათი გარე პატრონებისთვის შექმნიან იმისთვის, რომ დაასაბუთონ ის ჯამაგირები, რომელსაც ისინი იღებენ გარე პატრონებისგან და საქართველოს კიდევ ერთხელ მე არაერთის მithkom, საქართველოს სიძულვილში გაერთიანებული ძალებისთვის პერსპექტივა და წარმატება არასდროს არ იქნება საქართველოში. მოგვიყვანს დაგისვამთ ამერიკასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გამწვავდა, კონკრეტულად ევროპა ფიქრობს, რომ ერევაში და საქმეებში ტრამპი და ფიქრობს, რომ ამერიკას უნდა ევროკავშირის დასუსტება და დამორჩილება. ამასთან პარალელურად რუსეთთან ურთიერთობების თავგადასავლის ფორმატს ამზადებენ, ხომალდებს ბრიუსელის ორმაგ სტანდარტს თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში და ასევე თქვენ ჩინეთზე კი ისაუბრეთ, მაგრამ ჩინეთისთან დაახლოების გამო საქართველოსაც აკრიტიკებდნენ და როგორც ამერიკა ისე ევროპაც აქტიურად თანამშრომლობს საერთო მიმართულებას. კი ბატონო, პირველი არის ის, რომ შიდა საქმეებში ჩარევა თუ არ მოწონთ ევრობიუროკრატებს, საკუთარ ქცევას ჩაუკვირდნენ, საკუთარ დამოკიდებულებას ჩაუკვირდნენ პარტნიორებთან, იგივე საქართველოსთან და აღმოაჩენენ აუცილებლად, რომ 1 და 2 კი არა, აი სხვა მცდელობა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისა იყო და სამწუხაროდ დღესაც ინარჩუნებს იმ ბიუროკრატებისგან, რომლებიც დღეს ესე აკრიტიკებენ და ფიქრობენ, რომ სხვა ქვეყნები ევროკავშირის შიდა საქმეებში ერევიან. მეორე ის, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ არსებობდა, პრაქტიკულად დღეს აღარ არსებობს. იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი, იქნება ახალი თამაშის წესები პოლიტიკის დიდ მოთამაშეთა შორის, მათ შორის ჩინეთთან, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის. ხედავთ, რომ აგერ გუშინ წინ მყარი პარტნიორობით გამორჩეული, სტრატეგიული პარტნიორობით გამორჩეული ევროკავშირი და შეერთებული შტატები დღეს არიან პრაქტიკულად დაპირისპირების რეჟიმში გადასულნი და მესამე ის, რომ ჩინეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით კრიტიკა, რომელსაც ჩვენ ვისმენდით, კიდევ ერთხელ დასტურდება, მაშინ როდესაც საქართველოს თავის სტრატეგიულ ურთიერთობას ამყარებდა ჩინეთთან, დასტურდება, რომ ეს იყო აბსოლუტურად თითიდან გამოწვეული და უსაფრთხო, იმიტომ რომ თვითონ ანალოგიურად ცდილობენ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკასთან დაამყარონ მჭიდრო და ახლო ურთიერთობა. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთთან მიმართებით ჩვენ
ჩვენ გვესმოდა მუდმივი კიჟინი იგივე ევროჩინოსნებიდან, შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციიდან, რომ რუსეთი უნდა ყოფილიყო იზოლირებული, რომ რუსეთის ხელმძღვანელობასთან არ უნდა ყოფილიყო არანაირი მოლაპარაკება, რომ ისინი უნდა გამოცხადებული იყვნენ ნონ-გრანტად ყველა მოცემულობაში, ყველა მოლაპარაკების მაგიდიდან. დღეს აბსოლუტურად საპირისპიროზე საუბრობენ, ის კი არა, აგერ დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი მშვიდობის საბჭოში მიიწვია წევრად და ალაპარაკდნენ ევროკავშირში, იქნება საფრანგეთის პრეზიდენტი თუ იტალიის პრემიერ-მინისტრი, რომ აუცილებელია რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკური, იმიტომ რომ ომი დაცრულდეს მშვიდობით, ხოლო მშვიდობა მოლაპარაკების გარეშე არ ხდება და თუ კი მომლაპარაკებელთან გააკეთებ ყველაფერს, რომ მომლაპარაკებებთან არ გაჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან, ბუნებრივია, რომ მაშინ შენი სურვილი არის ომის გაგრძელება და წარმოადგენ ომის პარტიის აქტიურ მხარდამჭერს და არ გინდა მშვიდობა. იქ, სადაც აი ჩვენ შეგვიძლია კიდე ერთხელ კაფეოდ დავინახოთ უკრაინა, ის სავალალო შედეგი, რაც ომმა და ომის პარტიის მიმხრობამ გამოიწვია, იქ დღეს სამწუხაროდ ეს ქვეყანა არის უმძიმეს საომარ ვითარებაში.